ტალმუდისტებს, სიონისტებს, გლობალისტებს გეგმაში აქვთ, რომ 10 მილიარდი მოსახლეობის ოქროს მილიარდამდე დაიყვანონ. ამას აღაცვალებთ, თქვენ თუ მიუყვართ ინტერნეტშიც კი უკვე არის, მაგალითად ერთ-ერთი მეცნიერის ინტერვიუს ვისმენთ. რომან სოვია, იადევშიკ, თერმობირთული იარაღის ერთ-ერთი დამაჩქარებელი მან გამოიგონა. ხმად მოხუცებული ადამიანია. ეხლა რუსული ხელი დევნა აქვს, იმიტომ რომ რაც პროგრამ გაამშავნა. დევნა აქვს და პირდაპირ ეკითხებია, რომ შენ შეიძლება მოკლან ამაში და მე უკვე ესეთი მოხუცი მაგ არსებითი მნიშვნელობა მე მორწმუნე კაცია, მართლმორწმუნე ადამიანია. ამას შეც არსებითი ეს ღმერთის ხელშია, სინამ არავის ხელში არ არის. არც ხელისუფლების, არც კერძო ადამიანის. ის ხელშია ყოველი ადამიანის სიცოცხლე. და მაგასაც აქვს ნათქვამი, რომ ეს ოქროს მილიარდი იქნება ბოლოს დედამიწაზე. შენც არავინ არ ელოდება. გარდა იმისა, რომ ასეთი საკურვილი ჩანაფიქრი არსებობს, ამას გარდა საშინელი სტიქიონები დატრიალდება დედამიწაზე. ამას მეცნიერებიც ასე ვთქვათ გვიწინასწარმეტყველებენ. რატომ იქნება ასე მოძალებული ვიცისურები, სეტყვა, სრულიად გაუგონარი ზაფხულში ისეთ ქვეყანაში ჩვენაც კი ნაკლებად რომ მოდის და ასე შემდეგ. ბიბლიური სწავლებით ადამიანის ნეობრივ სარწმუნოებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული როგორი სურათი იქნება ბუნებაში. და რაც უფრო ქვეცემას ნეობასა და სარწმუნოებაში უცხოვდება ღმერთის მიმართ შემოქმედისა, მით უფრო კატასტროფული მოვლენები ვითარდება დედამიწაზე. თქვენც ხომ ხედავთ კადრებს, ვეება, სახლები, კორპუსები იავს მარცოფებს. და ეს მხოლოდ დასაბამია სალმობათა, როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი. ადამიანები სადამდე კოზმაეტალოსი ამბობს, კამკრა მისმა წინასწარმეტყველებამ გონებაში, სიტყვასთან მიმართებაში. ადამიანები ინატრებენ სიკვდილს და სიკვდილი გაიქცევა მათგან, ეს აპოკალიფსში წერია. ადამიანები მივლენ საფლავებთან და ჩასახებენ, ამოდით ეხლა თქვენ, ჩვენ უნდა ჩავიდეთ. გაუსაძლისი ცხოვრება იქნება. და მარტო შიმშილ ცხოვრების საწარმოებისო, თუმცა ცნობილი გამოთქმის პერიფრაზირება რომ მოახდინოთ ყველა გზა რომზე გადის, ბოლო დროს ყველა გზა კუჭზე გაიხსნის. კუჭი დაბეჭდავს უმეტესობას კაცობრიობის. ამ ეკოლოგიური მოვლენების გამო რომელსაც ადამიანი იწვევს სინამდვილეს თავისი უზნეობით, გაუმარცხრობით, სიხარებით, ძალმომრეობით და ასე ანგარებით, ესე იგი ადამიანებს დაბეჭდავს იმად რომ აი ეს მარაგი რაღაც რაც იქნება შესთავაზებს რომ ყველას მიიღებს ვინც აღიარებს მას მესიად. აი ეხლა რომ დაიწყოს ეს პროცესი, უდიდესი უმეტესობა გააკეთებს ამას. მათ შორის ეგრეთ წოდებული ეკლესიური მაზიარებელი აღსარებები, რომელსაც სიღრმე არ აქვს სარწმუნოებისა. მარტო როცა გითხულობ, გზარავს. ან საზარელ სულაც რომ გადაალექცოს. ეხლა წარმოიდგინე, როცა შენ იქნები ამ მოვლენებში ჩართული. როცა სვარნამი მოგენატრება. ბალახის ღეროები მოგენატრება და ფესვები. რომ ამენაირად დანაყდე. საბესტილება შეიქმნა რომ დაბრუნდეს. ნახეთ მეორე მხრივ რა მოხდება. გასაოცარი, კურიოზული რა მოხდება. საერთოდ ქართული გამოთქმა მოხდა. ყუზზე მუცელს აღორებ გორია, ახორებ ქორია. იზრდება პატარავდება გარემოების და მიხედვით. და როდესაც ეს საჭმელი აღარ იქნებოდა ეს ენზე, მარაგი ექნება მხოლოდ ანტიქრისტს, როგორც უმაღლეს ხელისუფალს და თავის თათაღიარებამდე მიიყვანს სამი ადამიანები შვიდჯერნეც შამენ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანის ჭამს დღეს. მაგრამ სიმაღლეში ან სიგანეში კი არ მოიმატებენ. ხორცს კი არ შეისხავენ. ჯუჯები იქნებიან. მათი საშუალო სიმაღლე იქნება 1.20 მ. გასაოცარი რა. ჩვენ ამებზე რა თქმა უნდა არ ფიქრობთ. ჩვენ ფიქრობთ რა ვჭამოთ, რა ჩავიცოთ. უფალი შეგვეგონებთ, ჩემო საგვარეულო, წარმართებით მოსულა, რა ჭამო, რა ჩაიცვა. როგორც პოეტმა კარგად თქვა, ქალაქი რომ ხვალე მიზრუნოს ხვალისა. ჩვენ კი როგორც უფალმა გვასავა საუბრალოდაში პური ჩვენი არსობისა თხოვოთ ჩვენ. ვიღაცები აგროვებენ მარაგს. უკვე გაჩნდა ინტერნეტში ცნობები რომ საშინელი მოვლენები იქნება შიშილობა დედამიწაზე ატირა და ესე ხუთი პროდუქტი რომელიც ინახება ჩამოთვლილია რისი პროდუქტი რა წყალი ღრმად უნდა გწამდეს მორწმუნეობა როგორც წმინდა მამები ამბობენ ვისაც ღმერთი იცავს მას ყოველგან და ყოველთვის დაიცავს და ვინც ღვთის პირიდან არის გავარდნილი ღმერთს ვერ დაემალება მის ბრისხანებას ვერ გადაურჩება
არა ანტიქრისტეს ხელში, არა გლობალური ხელისუფლების, არამედ ღვთის ხელშია სული ყოველი ადამიანისა. ესე იგი რაზე უნდა ვიზრუნოთ აქედან გამომდინარე? რა უნდა ვთქვათ უფალს? სოცხალი რწმენა. არა წიგნიერი, მდარი, გონისმიერი რწმენა, არამედ გულითადი რწმენა. აი ვინ გადარჩება ბოლო შანსი. ასეთები თუნდაც როგორც მაგარია სირადამოს სიმონაზონი მიწას მოძილავენ ჯვარს დასერენ ჩვენი უფლისა ილოცებენ და უთქმეს ყურებად შეირგებენ. რუსებს ერთი კარგი გამოთქმა ბერეჟიონავა ბოგ ბერეჟიონ დაცულს და დაფარულს ღმერთი იცავს და იფარავს.